გამარჯობა. Რახანია არ შევხვედრილ ვართ, მოგზაურობდი და ძალიან ბევრი რამ გადამხდა თავს. ჩემს შოუში ყველაფერს მოგიყვებით. რომ იცოდეთ ახლა საიდან მოვდივარ. იქ, სადაც 8 ფეხები ყველა ფეხს იყენებენ სასიარულოდ. ისე, ნეტო 8 ფეხებს ყველა ფეხები აქვთ, თუ ზოგი ხელია. ან რომელია ხელი? ისა, ხო, სად გახლდით და წყალქვეშეთში, წყლის ქვემოთ. ნამდვილად უცნაური ამბები ხდება იქ. დააგველოდე, უჩვენოდ არ დაიწყო. დააგველოდე. ესეც ჩემი რძე. მოკალათდით, ყველაფერს დაწვრილებით მოგიყვებით. ეს აკვალანგია, იცოდით? მას წყალქვეშა ფილტვებს ეძახიან. რამხელა? ძიმე არ არის? ცოტათი, მაგრამ მე ხომ ღონიერი ვარ. ამის საშუალებით წყალში შეგიძლიათ ისუნთქოთ და დიდხანს ათვალიეროთ იქაურობა. აღარ წამოვიდოდი წყლიდან. ნეტო, მეც მქონდეს ასეთი. თურმე თავიდან ჯერ წყლის სიღრმეს უნდა შეეჩვიოთ და მერე ისეთი სილამაზე გვხვდებათ, წყლის მიწას ფსკერი ჰქვია. იქ დიდი განძია. ოჰო? იცით, რამდენი რამე ვიპოვე. ხომ არ გეცნობათ? ნახეთ, როგორ გავს. ლოკო მგონი შენს ყოფსაც ყავს ტყუპი. ხო, როგორც ბაბი და ბაკა. ესენი მედუზები არიან. სულთან დამყვებოდნენ და თავის ენაზე მიყვებოდნენ წყლის ამბებს. ეს კი მარჯანია, რომლისგანაც ლამას სამკაულებს ამზადებენ. ეს ცხენთევზაა. ამას ზღარბთევზას ეძახიან. ლეგენდის თანახმად შეიძლება ოქროს თევზით შეგხვდეთ, რომელიც ყველა სურვილს წამში აგესრულებთ. აქ დამთავრდა ჩემი პირველი მოგზაურობა. მედუზებმა თქვენთან მოკითხვას დამაბარეს. ახლა გონი აჯობებს მაწვნითა და რცით გაგიმასპინძლდეთ და ძალები ერთად აღვიდგინოთ. ახლა თქვენც გამომიგზავნეთ თქვენი ფოტოები წყლიდან, მე ხომ გაჩვენეთ. აბა, დროებით. ლოკო